ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის ანატოლი გიგაურის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. ანატოლი გიგაურს პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაიკითხა. მისი დაკითხვით დაცვის მხარემ მტკიცებულებათა კვლევის პროცესი დაასრულა. რამიშვილი რუსთაველზე შეესწრო იმ ეპიზოდს, რომელზეც დაყრდნობითაც გიგაურს პოლიციაზე თავდასხმა ბრალდება. მოწმის თქმით, აქციაზე მყოფმა გიგაურმა პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, რომ მისთვის არ დაერტყა. შემთხვევა 2024 წლის 24 ნოემბერს მოხდა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ პროტესტის მონაწილეებს პარლამენტთან სურდათ მისვლა, თუმცა პოლიციამ რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდა. მათ მოქალაქეებს, მათ შორის აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ რუსთაველის გამზირამდე გზა შეეძლოთ ფეხით გაეგრძელებინათ. ბრალდების მტკიცებით 24 ნოემბერს ღამეს საპროტესტო მსვლელობისას ანატოლი გიგაური პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც გიგაური ამბობს, რუსთაველისკენ მიმავალს მას პოლიციელმა ჯერ მუშტი დაარტყა, შემდეგ კი შეაგინა. მეორედ დარტყმის მცდელობისას კი ხელი კრა და მოიშორა. თქვენი თვალით ნახეთ რა, რომ პატრულის გამოსე მუშტი ვერ ხდება სახეში. ახსნა თუ მაგაში თუ მე ნახეთ, მე შეიძლება ამოვარდნილო იგივე კადრიდან, რა მომისაც კიდა, რა ხელაც კიდა და აი აქ გამიგრაფია თქვა და მაშინ გავაშუქოთ ისე გამაშუქოთ ისე და განახეთ როგორ დავაკახეთ. ვნახოთ მე ვჯერ და კი ბატონო, ამიღება აუცილებლად დროს მაგისტრის აი ხა ზუსტად აუცილებლად მაგას ვერ გადაახდით. მომდევნო სხდომაზე, რომელიც 4 ივლისს გაიმართება, დასკვნით სიტყვას პროკურორი თამარ იაკობიძე იტყვის. მოსამართლე ჯვებენ აჭყებიასთან შეთანხმებით 4 ივლისის შემდეგ გამართულ სხდომაზე კი საბოლოო სიტყვით დაცვის მხარე გამოვა.